14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. თარიღს ბათუმში მოქმედი თეატრები განსაკუთრებულად არ შეხვდებიან. ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი რეაბილიტაციის დაწყების სამზადისშია და ძირითადად დეკორაციების დასაწყობებითაა დაკავებული. შემოქმედებითი მიმართულებით კი პარალელურ რეჟიმში მუშაობენ ორ სპექტაკლზე, რომელსაც შემოდგომისთვის ითამაშებენ, რის შემდეგაც თეატრი 2 წლით დაიხურება. თეატრის დღეს ვერც ამჯერად შეხვდა საკუთარ დარბაზში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი, თუმცა დასმა მთავარი თარიღის სპექტაკლით მაინც აღნიშნა. წარმოდგენით მათ პატარა მაყურებლებს ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცეს. როგორი იყო გასული წელი ბათუმში მოქმედი თეატრებისათვის და როგორ აფასებენ ბოლო სეზონს თეატრალები დღის მთავარ გამოშვებაში გიამბობთ. მიულოცავ ყველა ხელოვან ადამიანს, იმ ადამიანებსაც, ვისაც უყვარს ქართული თეატრი. და მეორე ძალიან სასიხარულო ფაქტი, რომ დღეს ჩვენ ვითამაშეთ ეს საახალწლო სპექტაკლი ფიფქია საოცარი თავგადასავალი ქართულ თეატრთან დაკავშირებით და ჩვენ ამით მიულოცეთ შობა ახალი წელი, ძველით ახალი წელი, ახალი წელი და მინდა ვუსურვო ყველა ბავშვს, ყველა ადამიანს, რომ იყვნენ ჯანმრთელები, ბედნიერები და გახარებულები. ამ წუთას ჩვენ რა თქმა უნდა მუშაობთ, უკვე სამაგიდო მუშაობა მოჩენილია, სცენაზე გადასული 2 სპექტაკლი, რომელიც შემოდგომამდე აუცილებლად გამოვა, ეს გახლავთ სადაციხარულიძე დგამს სალომეას და დავით მაცხონაშვილი დგამს ზღაპარს. და ესენი აუცილებლად შემოდგომამდე უნდა გამოვიდეს. სამზადის რაც შეეხება, ჩვენ ვართ აქტიურ, ესე ვთქვათ, კაპიტალურ რემონტისთვის ვემზადებით, ესეთ შემოდგომისთვის არის დაგეგმილი და ეხლა მიმდინარეობს აი დეკორაციების დასაწყობება, ინვენტარის და ასე შემდეგ. მოკლედ სამზადისი კაპიტალური რემონტისთვის.